დღეს 23 მარტია, გაზაფხულის დღეღამტოლობა უკვე გავიდა დღე, საკმარისად დაგრძელდა. ლილიები აყვავდა კიდეც ამ შხამიანებს არც მოვაშენებდი არასოდეს, მაგრამ ჩემ მეუღლეს უყვარს და უყვარს რა ვქნა. იყოს თავარია, არც თვითონ ჯამს, არც მე მაჭმევს. ეხლა უკვე უნდა ვიზრუნო ჩითილების გამოყვანაზე, რომ სადღაც 1 მაისისათვის გადავრგა ღია გრუნტში. ეხლა სადაც ეს ყუთები ალაგია, ეს არის ყველაზე უფრო მზიანი ადგილი ჩემ ეზოში, არსაიდან ჩრდილი არ ხვდება. ეს მაყალი გადავდგამ და ეგ იქნება. სხვა მეტი არაფერი არ ჩრდილავს. ეხლა ყოველწლიურად სადგურს ვაკეთებ სხვადასხვანაირად. უბრალოდ ეხლა სცენარეებს აქვს თავისი გაზრდის წესები, მათ უნდა საკმარისი სინათლე, სითბო და კვებავი ნიადაგი. ყოველწლიურად ვახერხებ რაღაცნაირად რო დავისვა, მაგრამ ყოველწლიურად ვცვლი ამ სიტუაციას, იმიტომ რომ რაღაც უხერხულობები მართალია კერძო სახელით ეზოა, მაგრამ ყოველთვის ახლავს. წელს გადავწყვიტე, რომ ეს პატარა მინისათბური გავაკეთო ეზოში და ჰქონდეს მას აქტიური გათბობა. პრინციპში ახლა ამას ცელოფანი რო გადაეფარება, დღის განმავლობაში იქ საკმარისი სითბოა. ლაპარაკი არის ღამეზე და თუ ღამით ტემპერატურა ძალიან არ დავარდა, ჩემი გამოთვლებით სადღაც ჯამში 150 ვატმა სიმძლავრემ უნდა შეძლოს 5-6 გრადუსის მომატება სათბურის შიგნით, აი ამ პატარა მინი სათბურის შიგნით. ეხლა იმისათვის, რომ ეს სათბური გავაკეთო, ჯერ თივას დავაფენ მიწაზე, რომ მიწიდან მაინც სიცივე იქნება. შემდეგ ამ ყუთებს ერთმანეთს გადავაბამ და შემდეგ მათში ჩავამონტაჟებ ჩვეულებრივ ვარვარების ნათურებს, მიმდევრობით, რა თქმა უნდა. მაშასე თივა დაფენილია, ყუთები ერთმანეთზე გადაბმულია, აი ნახეთ. რაიმე განსაკუთრებული დვაინოი მარსკოი უზელივით არ არის. მისამშაფათებულია შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს არის საკმაოდ დრეკადი მავთული, ასაკრავი მავთული სპეციალური მცენარეების ასაკრავად. საკმაოდ ძნელი გასახსნელია. ეხლა ცოტა ხანში ჩავამონტაჟებ ამაში ნათურებს. ყველაზე იაფფასიანი გამოთბობელი მაინც ნათურაა. თითო ყუთში თითო ნათურა იქნება, მაგრამ სულ ყველა იქნება შეერთებული მიმდევრობით. ეხლა თერმულად მთლიანად ესენი ერთად იქნებიან იზოლირებული ცელოფნით, ცელოფანი საერთო გადაეფარება და ამის შემდეგ გამოვა პატარა მინი სათბური. ასეთ რამეს მეც პირველად ვაკეთებ, იმიტომ რომ შარშან რაც იყო ხელოვნურ განათებაზე მე თვითონაც უხერხულობას მიქონდა. ეხლა დავუკვირდით ასეთ რამეს. ამაში ჭიქების ჩადგმის მერე სანამ სიცივეა და მეტი გათბობა ჭირდება, მცენარეების პატარა იქნება და როდესაც მიაღწევენ ამის სიმაღლეს, მერე უკვე მომიწევს ცოტა ამაღლება გადახურვის, ასე ვთქვათ. გადახურვის რა ცელოფანი, რომელიც გადაფარებული იქნება, ცოტა ზემოთ მომიწევს აწევა. მეტი არაფერი. 1 აპრილისათვის დაახლოებით, ან შეიძლება ცოტა ადრეც დავრგა ჩითილები და შემდეგ
1 მაისს უნდა ამოვიღო აქედან და გადავრგა ღია გრუნტში. ყოველ შემთხვევაში თბილისში ჩემობაში ასეთი საჭიროება გახლავთ. მაშასე აი სათბური დაახლოებით ასე გამოიყურება ეს მინი სათბური გახლავთ, რომელიც 9 ყუთისაგან შედგება. თითოეულ ყუთში თითო ნატურა არის 150 ვატიანი, მაგრამ თითოეული ეს ნატურა მუშაობს დაახლოებით 10 ვატ სიმძლავრეზე. ეხლა გეტყვით კარგად როგორ გავაკეთე ეს. ეს ნატურები მიმდევრობით არიან შეერთებული და 4 მიმდევრობით არის, კიდევ 5 მიმდევრობით არის და ესენი არის პარალელურად. 5-9 არის და თითო ყუთში თითო ნატურის მეც არ ვაპირებ ჩამონტაჟებას. თითოეულში სადღაც 15-17 ხა ჩაეტევა, რომელშიდაც ჩითილებს მოვათავსებ. ჩემთვის ასეთი რაოდენობა სრულიად საკმარისია. ეხლა უკვე რადგან გაზაფხულის დღეღამტოლობა გასულია და დღე საკმაოდ დაგრძელებულია, ჩითილებს ეს განათება ეყოფათ. ეს ყველაზე მზიანი ადგილია, როგორც მოგახსენეთ. უბრალოდ ეს ნატურები არის მარტო ღამისთვის. ეხლა აქ მე დღე მქონდა დატოვებული ეს და ჩართული არ იყო ნატურები და დავაკვირდეთ, აი აქ თერმომეტრი მიდევს 18 გრადუსი არის გარეთ და ანუ იცი ახლა რამდენად ჩანს 18 და 4 გარეთ და 28 და 3 არის შიგნით, ანუ 11 გრადუსს იგებს. დღე თავზე საყრელია ეს ტემპერატურა და აწი აღარც იქნება ისეთი დღეები, რომ დღე აი ესეთ გადაფარებულ სათბურში დასჭირდეს გათბობა. მაგრამ ღამე შეიძლება გახდეს საჭირო. ისეთ ღამეებში, როცა 13 გრადუსზე ქვევით იქნება ტემპერატურა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩითილის დატოვება. ამიტომ ღამე ჩავრთავ აი ამ ელექტრო გაყვანილობას. ანუ ორი გირლიანდაა, ერთში 4 ნატურა 150 ვატიანი, მეორეში არის 5 ნატურა 150 ვატიანი მიმდევრობით ჩართული და თითოეული 220-ია შეერთებული. ასეთნაირად ჯამში სადღაც 90 ვატი გამოიყოფა ასეთნაირი ჩართვის. ახლა ვიღაცა შეიძლება მოეჩვენოს, რომ თქვათ იმ 4 გირლიანდაში 4-ჯერ შემცირდება სიმძლავრე გამოყოფილი და 5-იან გირლიანდაში 5-ჯერ შესაბამისად. ესე იგი ერთში 150 მაგვირად გამოიყოფა 150 შეფარდებული 4-თან, მეორეში 150 შეფარდებული 5-თან. ეს სწორი არ არის. იმიტომ რომ უпростоრად სწორი იქნებოდა ნატურას გახურებისას და ცივ მდგომარეობაში ერთნაირი წინაღობა რო ქონდეს. იმის გამო რომ მიმდევრობით შეერთებული ნატურა ბევრად ნაკლებად ხურდება, მასზე გამოყოფილი სიმძლავრე შემცირება არც ისე ძალიან ხდება, რადგან წინაღობა მისი რჩება შედარებით მცირე. ამიტომ რადგან 2000 გრადუსამდე აღარ არის ვოლფრამის ძაფი გახურებული, ის აღარ სინათლეს გამოიმუშავებს, ოდნავ ბჟუტავს, ძლივს დღევას შეამჩნევთ, ღამე შეიძლება შეამჩნიოთ, როცა ჩავრთავ. ეხლა ყოველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ აი ამ მისამშაფადებულმა სათბურმა გაამართლა დღის განმავლობაში, ღამე ვნახავ თუ როგორც მოგახსენეთ, შიდა და გარე ტემპერატურებს შორის 4-5 გრადუსი ან 3 და 5 გრადუსამდე თუ ასწია, უკვე შესაძლებელი იქნება სადღაც 1 აპრილიდან ამაში ჩითილების განთავსება. სინათლე დღისა მთლიანად ეყოფა, ღამე კი სადღაც 90 ვატი დაიწვება საათში. ეს საკმაოდ მცირე რაოდენობაა, ბოლოს და ბოლოს ამ სათბურმა უნდა იმუშაოს 1 მაისამდე. ასეთ ელექტროენერგიის მატებას ხარჯის შეიძლება ითქვას ვერც კი შევამჩნევა. რა თქმა უნდა ვერც თქვენ შეამჩნევთ, იმიტომ რომ ეს არ არის სერიოზული ხარჯი, რაც აქ იქნება.
ხოლო რაც შეეხება ამათ ჩართვა გამორთვას, ჩართვა და გამორთვა მოხდება ტაიმერით, სავარაუდოდ პირველ საათზე, ან შეიძლება 12 საათზე, ტაიმერი ესე მექნება დაღანებული, დილის სადღაც 8 საათამდე იქნება ჩართული. ეხლა უფრო ადრე თქვა შარშან მე ცოტა სხვანაირად გავაკეთე, შარშან არ მქონდა აქტიური გათბობა, ანუ ელექტროენერგიას არ ვიყენებდი. უბრალოდ ჭიქებთან ერთად იდო წყლიანი ბოთლები, რომელშიც შავი კოლორი იყო, რომ კარგად გამთბარიყო მზისგან. და დღე მზე ათბობდა და ღამე ეს 4 ლიტრი შავი წყალი ისე უკან გასცემდა სითბოს. მაგრამ შევატყვე, რომ მაინც არ იყო შეიძლება ითქვას და წელს გადავწყვიტე გათბობა ელექტრული, თან მით უმეტეს ეხლა ნატურა ერთ ჭიქაზე მეტის ადგილს არ დაიკავებს, ის 2 ბოთლი იკავებდა ფაქტიურად 4 ჭითილის ადგილს და კი მართალია უფასო იყო მისი ენერგია, მაგრამ ეს ენერგია იყო არასაკმარისი. ეხლა დღეს აუცილებლად ვნახავ, რამდენ გრადუსს დაიჭერს სხვაობას შიგნით და გარეთ. აი ამ მცირე ენერგიით 90 ვატის სიმძლავრით, აი ამ ხელა ფართობში და ამის მერე უკვე გადავწყვეტ ღირს თუ არა აი ასეთი სისტემით მუშაობა. თუ ვიმეორებ 3 გრადუსი მაინც დაიჭირა უკვე ღირს, იმიტომ რომ ეს კაკრაზის კრიტიკული 3 გრადუსია, რომელიც სჭირდება ხოლმე მცენარეს აი ამ გაზაფხულის დღეებში. და მთლიანად ამ სისტემამ უნდა იმუშაოს სულ 1 თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, დისკომფორტი აქ იქნება ის, რომ აი ეს შპილკები რითიც არის ამაგრებული მოხსნა დაყენება ყოველი ნახვისას, რაღაც გარკვეულ დროს წაიღებს, მაგრამ მეორე მხრივ არანაირი დრო ამის აწყობაზე არ დაკარგულა. ძალიან მცირე დრო წავიდა, არც არანაირი საამშენებლო და სადურგლო სამუშაოები არ გახდა საჭირო. ეს ყველაფერი მერე დაიშლება, ყუთები ალაგდება, ნატურები წავა ასე ვთქვათ, შესანახად მომავალ სეზონამდე. ნახოთ აბა თუ შეამცირებს ეს შრომის დანახარჯებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაკლები დრო წამართვას ამან ვთქვათ, თელაემ ჩითილების გამოყვანის პროცესში. ეხლა მას მერე რაც უკვე მოსაღამოვდა, მზე ჩავიდა და ტემპერატურა შიგ და გარეთ გათანაბრდა. ეხლა ტემპერატურა ეგ თანაბარია. და შიგნით უფრო პატარაც არის. აქ თვითონ თერმომეტრმა შეინარჩუნა ცოტა სითბო. აი ეხლა საინტერესოა, რო ჩავრთავ ამ განათებას, გათბობას უფრო სწორად, რაც ჯამურად არის. სულ რაღაც 190 ვატი და აი ეს 90 ვატი დაახლოებით 1000 ვატის სიმძლავრიანთია თითოეულ აი ამ ყუთში. ყუთებს ერთმანეთთან აქვთ სითბური კონტაქტი, ასე რომ მათ შორის ტემპერატურა ადვილად გათანაბრდება. ეხლა საინტერესოა შეძლებს თუ არა აი ეს სისტემა შეინარჩუნოს გარემოსთან შედარებით უფრო მაღალი ტემპერატურა, ლაპარაკია 3-დან 5 გრადუსამდე, აი ეს არის ამოცანა. თუ ეს შეძლო წესითა და კანონით, ასე შემთხვევაში ეს სისტემა უნდა გამოდგეს ჩითილებისათვის, თუ ვერ შეძლო, მაშინ რა თქმა უნდა სიმძლავრის მომატება იქნება საჭირო, მაგრამ არ მგონია რომ ასეთი რამ საჭირო გახდეს. ეხლა ჯერჯერობით აქ არაფერიც არ ხდება. ტემპერატურა დაჟე შიგნით უფრო დაბალია, ეს წუთია ჩავრთე და ასე უცებ არ შეეტყობა თერმოდატჩიკს, რომელიც სადღაც შუაშია და ნაცურებისაგან მოშორებული გახლავთ. ტემპერატურის მატება, უბრალოდ ჩვენ უნდა ვნახოთ განსხვავება შიდა და გარე
ტემპერატურებს შორის რამდენიმე საათის შემდეგ. მაშასე ხედავთ, რომ ტემპერატურათა სხვაობა 3 გრადუსია, დაახლოებით 3 საათში დადგა. გარეთ არის ტემპერატურა 4 გრადუსი, ხოლო შიგნით 7 გრადუსი. ანუ ის მიზანი, რაც მქონდა, ასე ვთქვათ, დასახული 10 ვატის სიმძლავრემ თითო ყუთში მიაღწია. შეიძლება ცოტა მეტზეც ავიდეს, დილამდე დავტოვებ ახლა ამას, საინტერესოა. რა შედეგს დადებს. ჯერჯერობით, 4 გრადუსი და 7 გრადუსი, 7 გრადუსის შიგნით, 4 გრადუსი გარეთ გახლავთ. ანუ 3 გრადუსით მეტია ტემპერატურა. ეს მაინც ჯერ კიდევ ადრეა ჩითილებისათვის, შიგნით 7 გრადუსი ეს არის ძალიან ცოტა, მაგრამ ლაპარაკი არის ესე ტემპერატურებზე, როცა ღამით 10 გრადუსი იქნება. აი 13-15 გრადუსი ჩითილებისათვის, ღამე უკვე 100-ტანი გახლავთ. გათენდა უკვე დილის 9 საათია, მზე ჯერა რომ ამოსულა და არ მოსდგომი ამ ადგილს, მაგრამ ტემპერატურათა სხვაობა უკვე 8 გრადუსია. ეს ნამეტანიც არის აწი, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოიშვთოს. შემდეგში, როცა აქ ჩითილები იქნება, ეს იქნება ფაქტიურად ავტომატიკაზე. ეხლა ასეთი რამ. თუ ასეთ რაღაცას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა კარგად დაფიქრდეთ უსაფრთხოებაზე. ჯერ ერთი რომ ეს დენის ჩართვა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ღამის საათებში. გარდა ამისა, გათბობის ვარიანტი თქვენ შეგიძლიათ ბევრნაირად გააკეთოთ. არაა სავალდებულო, რომ მაგალითად 220 იყოს მთელ ამ სისტემაში. თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ 12 ვოლტზეც. ამისათვის უბრალოდ ძლიერი კვების წყარო, LED დრაივერი სადღაც 300 ვატიანი, რომელსაც ექნება 12 ვოლტი ძაბვა, არის ასეთები იყიდება და 12 ვოლტიანი გამათბობელი ჩართოთ აქ, რომელიც თითოეული იქნება 10 ვატის სიმძლავრის რაღაც უნდა შევარჩიოთ, ან აქტიური წინაღობა, ან ნატურა, ან ასე შემდეგ, ასე რომ 12 ვოლტითაც შეიძლება ამის მოწყობა შეგინდა. შემდეგ აქამდე ხელის წვდომა არ უნდა ჰქონდეს ბავშვებს. დენი არის დაბალ სიმაღლეზე, ჩემ შემთხვევაში მიწაზე მაქვს გაფენილი. აქ არ უნდა ეკარებოდეს ცხოველები, ძაღლი, კატა. თორემ ან თაგვები არ უნდა იყოს, რომ მავთული არ გადაყრან. ასე რომ არის ბევრი ნიუანსი და რაც თავარია, დღის განმავლობაში, როდესაც თქვენ მოდიხართ აქ, დენი აუცილებლად უნდა იყოს კათიშვილი, ანუ ტაიმერი უნდა მუშაობდეს, სადღაც ღამის მინიმუმ 11 საათიდან მაინც დილის სადღაც 8 საათამდე. ეხლა გავაკეთოთ მცირე ანგარიშება, რამდენ ელექტროენერგიას წაიღებს და რა თანხის იქნება აღნიშნული სადგური. 90 ვატი სიმძლავრე ღამის განმავლობაში 10 საათითაც რო ჩავთოთ, რაც სრულიად საკმარისია, იქნება 0,9 კილოვატ-საათი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. 0,9 გავამრავლოთ 30-ზე ერთ თვეზე, სადღაც 27 კილოვატ-საათი გახლავთ. და ელექტროენერგიის მაქსიმალური საყოფო ცხოვრება ტარიფის დროს 23.5 თეთრი, ეს 7 ლარზე ნაკლები იქნება, ასე რომ ვერც კი შეამჩნევს ასეთ ხარჯვის მატებას. და ეს კი ნამდვილად ღირს იმად, რომ სადღაც 150 ჩითილი კარგად გაიზარდოს ამ დროის განმავლობაში.